არის თუ არა ბიტკოინის და ეთერიუმის ყიდვის სწორი დრო. მეგობრებო, ამ ვიდეოში ვიყიდი ბიტკოინს და ეთერიუმს. როგორც წინა ვიდეოში ახსენე, ეს იქნება იმ 5,000-დან 100,000 დოლარამდე სტრატეგიის ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ვთქვი, რომ ვიყიდით ბიტკოინს და ეთერიუმს. ამ ვიდეოში ვიყიდი, რა თქმა უნდა, ბიტკოინს და ეთერიუმს 100-100 ევროთი. იმ 100 евро кэшით, რომელსაც გვერდზე გადავდეთ, იქიდანაც რაღაცა ნაწილს ეთერიუმს ვიყიდი, იმიტომ რომ თქვი, რომ ეთერიუმი ძალიან დავარდნილი არის და უფრო იმ შემთხვევაში თუ ტრენდი შემოტრიალ და უფრო დიდი მოგების დაფიქსირების შანსი არის, ნუ ამას რო გადავალთ, განვიხილავთ ყველაფერს თუ როგორ გავაკეთებ. დავდებთ, რა თქმა უნდა, ორდრებს, ყიდვისის და გაყიდვისისაც, ყველაფერს გავაკეთებთ. და სანამ გადავალ და ვიყიდით, ესე ვთქვათ, ბიტკოინს და ეთერიუმს, იმას რო გავსვით პასუხი, რომ არის თუ არა ბიტკოინ და ეთერიუმის ყიდვის დრო. ამ კითხვაზე გაგცემით ესეთ პასუხს. შეიცვალა თუ არა ბიტკოინს და ეთერიუმში ფუნდამენტალურად რამე. რაზეც თქვენ მაგალითად იტყვით, რომ აი ფუნდამენტალურად რაღაცა შეიცვალა და აღარ არის საინტერესო. თუ თქვენთვის რამე შეიცვალა, მაშინ არ არის ეხლა ბიტკოინს და ეთერიუმის ყიდვის სწორი დრო და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ არ შეიცვალა და ყველაფერი ისევ იგივე დარჩა, ისევ დეცენტრალურია და ასე შემდეგ, მაგ შემთხვევაში უნდა იყიდოთ, იმიტომ რომ არაფერი შეცვლილა ფუნდამენტალურად ისევ ისეთები არიან, უბრალოდ გაიაფთ და იაფი არის და უფრო იაფად შეგიძლია შეიძინოთ. ჩემთვის ფუნდამენტალურად არაფერი არ შეცვლილა. ამიტომ ვაგრძელებ ბიტკოინ და ეთერიუმის ყიდვას და მაგრამ ეგ არნიშნავს იმას, რომ ჩემ მთლიან კაპიტალს პირველივე ვარდნაზე მთლიანად ვხარჯავ და მთლიანად ვყიდულობ. არა, იმიტომ რომ თუ რაღაცა გაიაფთა 10%, ეგ არნიშნავს, რომ პირველი ესე ვთქვათ დასაკლება გქონდა და ამ 10-15%-ს მე ეგრევე აიწევს. მას შეუძლია კიდევ 10-15% დავარდეს, 20 და 30% დავარდეს კიდე. ანუ ამის შანსები ამიტომ დავიწყე ეს ასე ვთქვათ 5,000-დან 100,000 დოლარამდე, რომ ასე ვთქვათ განახოთ თუ რა სტრატეგიით ვდგები მე ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრი წინაღობა გქონდეს, ბევრი რაღაცნაირი პრობლემა შეიძლება იყოს, რაც წინა ვიდეოში ავხსენი და განახებთ თუ ამ ყველაფერზე რეაგირებას როგორ ვაკეთებ მე. მოდი გადავიდეთ ახლა ჩარტებზე და დავიწყოთ ესე ვთქვათ ყიდვა, ხედავთ აქ რომ აქვს 3,000 ევრო. სხვათა შორის ამ საიტს ვიყენებ პირველად, ნახე YouTube-ზე უყურებდი პოდკასტს, ჰოლანდიურ პოდკასტს, არის ახალი ესე ვთქვათ საიტი, რომელიც დაარსა დეხიროს ერთ-ერთმა ესე ვთქვათ დეველოპერმა, რომელიც ხედავდა კრიპტო სპეისში დიდი გადასახადების პრობლემას, რომელიც ხედავდა ასე ვთქვათ იმ პრობლემას, რომ სპრედებში ახდევინებდნენ ხალხს უფრო მეც. მე პირადად სხვანაირი დამოკიდებულებაა გადასახადების მხრივ, ბევრი ამაზე პრობლემას ქნის, რომ აი აქ 0.01% მეც ვიხდი იქ ნაკლებს, ჩემთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს, როგორც წინა ვიდეოში ავხსენე, რომ შენ თუ $100 რაღაცას ეწყიდულ და იქ უკვე $1 გადასახადებში მიდის, მაგ შემთხვევაში უკვე შენ 1%-ს კარგავი $100. ხო, ამიტომ ძალიან დიდი არის. იმიტომ რომ ზოგ ესე ვთქვათ exchange და brokers აქვს ესეთი რაღაცა, რომ თუ არ აქვს მნიშვნელობა 100 თუ $100 ტყიდულობ, $1 ქართულს და მე კიდე რაღაც პროცენტს იმ თანხის რამდენითაც ტყიდულობ. თუ $100 ტყიდულობ, მაგ შემთხვევაში უკვე $1 თუ წაგართვა 1% ან $50 თუ ყიდულობ და $1 წაგართვა უკვე 2%-ია, ხო? და რა თქმა უნდა არ არის ეს კარგი. ზოგი ძალიან დიდ ყურადღებას ამახვილებს, მე დიდ ყურადღებას არ ვამახვილებ, იმიტომ რომ ისე თუ ასე ძალიან ერთმანეთს არ ცდებიან, მაგრამ რასაც მე ყოველთვის უყურებ ხოლმე, ანუ ბეჟა რო შემოდის სახლიდან ბაზარზე, რითი შემოდიან და რითი უნდათ რომ ყურადღება მიიქცნენ დაბალი ფიებით, დაბალი ხარჯებით, მაგრამ დროთა განმავლობაში, როცა ისინი იზიდავენ იმ ხალხს და მოხმარებელს, რაც უნდათ, შემდეგ უკვე ზრდიან ამ ფიებს. ამიტომ ეს ფაზაკლებები ყოველთვის მე ჩემი დაკვირვებით, ყოველთვის ესე ვთქვათ ძალიან დროებითი არის ხოლმე და მე მაინც უმატებენ. ასე რომ დიდ ყურადღებას მაინც და მაინც არ ვაქცევ ხოლმე ამას. რა თქმა უნდა, თუ სადმე ძალიან საშინელება ფიები იყო, უკვე რა თქმა უნდა არ შემო, მაგრამ ეს საიტი, ამ საიტის ერთ-ერთი ესე ვთქვათ ფილოსოფია იქ იყო, რომ ხალხს არ მოატყუონო და არ გადახდევინო სპრიდებში ძალიან დიდი
და ჩვეულებრივი ფიებიც არ გადაახდენილ, ანუ არის საიტები, სადაც დამალული არის ფიები. გეუბნება, რომ ვითომ არანაირ ფის არ იხდი, მაგრამ ბიტკოინის ყიდულობ უფრო ძვირად და ეგ არის მაგათი მოგება, ესენი სხვაგან მაგალითად. იაპად ყიდულობენ და შენ ძვირად ყიდენ, ესე ადვილად რო აქვს. მაგრამ ეს უბრალოდ ხართ, იმიტომ რომ ესეც ჩემთვის ახალი საიტია. დავრეგისტრირდი ვიღაცის, ესე ვთქვათ, ლინკით, იმ პოდკასტში რომ ლინკი იყო, წეს $20 თუ $30 ბიტკოინი უნდა მივიღო. თუ ვიყიდე რა თქმა თუ ანუ ტრანზაქციები გავაკეთე 3000 ევროს ტრანზაქცია გავაკეთე გადამოვიწყე მაგრამ ანუ ჯერ უნდა ვიყიდო ან გავყიდო აქ კარგი არის კიდევ ის რომ რაც მომეწონა ETF-ებისავით აქვს რაღაცები გაკეთებული რომ ანუ შენ შეგიძლია იყიდო ესე ვთქვათ შეკრული ასეტები ესეთ რაღაც სხვათა შორის მჯერა შესაძლებელი არის ესეთი რაღაც გაკეთდეს რომ რამოდენიმე ალტკოინი აღებული და იმ ალტკოინის კალათას ყიდულობ თვითონ საიტის შერჩეული ალბათ შენ შეგიძლია არ ვიცი შენ კალთ გააკეთო თუ არა მაგრამ მე მგონი რომ ამას საიტი იმაშვრება და შეგიძლია შენ თვითონ გააკეთო ამ კალათებში ინვესტიცია არის მარტო ბიტკოინისი და ეთერიუმისი აქ როგორც ხედავ ალბათ ბიტკოინს 70%-მდე უკავია და ეთერიუმს 20 და ამ კალათას ყიდულობ უბრალოდ მაგრამ კალათებს რა თქმა უნდა არ ვიყიდით მაგრამ ანუ ერთ-ერთი რამ რაც მე დამაინტერესა იყო ეს რომ ანუ კალათები არისო და თან ესე ვთქვათ კონტენტისთვის ვარჩიე რომ ეს გამეხსნა. რაც შეეხება საბუთებს, რეგისტრაციებს, ამ ყველა საბუთებს რაც ფინანსებს შეეხება, არ გადამიხედია, რაც პოდკასტში მოვისმინე. მაგით დავკმაყოფილდი და კიდევ რატომ არ ვუყურებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ 100,000 თანხა შემოვდივარ, უფრო დიდი თანხა რომ მქონდა, რა თქმა უნდა. უფრო დიდ research გავაკეთებდი ამ საიტზე, მაგრამ არის ეს რომ როცა შენ მე გავიზარდე ბელგიაში, ბელგია და ჰოლანდიელებს აქვს ერთი და იგივე ენა, ანუ ერთი და იგივე ენაზე ვლაპარაკობთ, ვიცი იქ რაც ხდება და აქ რაც ხდება, ეს საიტი არის ანუ ეს ადამიანი ჰოლანდიელი არის, მაგრამ ჰოლანდიური კომპანია ეს თვითონ და მე ზუსტად ვიცი ჰოლანდიაში და ბელგიაში რა ხდება, როცა რაღაცას არეგისტრირებ, როგორ არის მომხმარებელთან მიდგომა საბუთები, კანონები და ამავე და მე ამ ყველაფრის წაკითხვის გარეშე თავს ვხსნობ დაცულად, იმიტომ რომ შანსი არ არის რომ ვინმე რამე დაარეგისტრიროს, დაარეგისტრირებინოს ვინმეს ჰოლანდიაში და ბელგიაში ისე რომ არ გაწურონ ის ადამიანი ყველანაირი საბუთებით. ჯერ რომ დაარეგისტრირო, ხო, ძალიან დიდი ხანი გჭირდება, რაღაც უნდა იყოს დიდი ხანი გჭირდება, სანამ საბუთები არ მოვა ეს არ მოვა ეს მოვა და ყველაზე მთავარი არის რომ უნდა იყოს დაზღვეული. კომპანია არის ყოველთვის დაზღვეული. მე თუ აქ ფული დავკარგე, ვარ დაზღვეული. ეს არის ჩემთვის ყოველთვის ძალიან აუცილებელი რომ ანუ ჩემ მეორე ინვესტიციის საიტზეც ბიტოვოს ვიყენებ. იქაც მაქვს, იქ უფრო დიდი თანხებით ვარ, რა თქმა უნდა, შესული, იმიტომ რომ ის არის ჩემ პორტფოლიოს რაღაცა ნაწილი. და ანუ იქ რა თქმა უნდა ძალიან სიღრმისეულად წავიკითხე საბუთები და ამ შემდეგ და ყველაზე მაგარი რაც მომწონა არის ის რომ 100,000 ევრომდე ვარ დაცული. ანუ ისინი არიან დაზღვევა მიხდის ყველაფერს უკან უბრალოდ ჩემი ბრალი არ უნდა იყოს დაკარგვა. თუ AFA უნდა მქონდეს პაროლი უნდა მქონდეს კარგად დაცული და ამ ანუ ისინი თუ გაიჰაკნენ რაღაც დაკარგეს და ამ მე ვარ დაცული და ეგ მომწონს ყველაზე მაგრა აქ. ну ამას გეუბნებით იმიტომ რომ თქვენს თუ აქ ეს რამე გახსენით რომ თქვენ თვითონ იცოდეთ რომ ანუ თუ არ გჯერათ რაღაცა თქვენ თვითონ წაიკითხოთ ყველაფერი კიდე აქ დავამატებ რომ არანაირი პარტნერშიპ და არაფერი არ მაქვს მე ამ კომპანიასთან უბრალოდ ძალიან მომეწონა მათი ესე ვთქვათ დაშბორდი ის ბუნდელებს რასაც აკეთებენ ასე ვთქვათ კალათებს თვითონ და მე მგონი რომ ინვესტიციებს რო გააკეთებ აქაც ლამაზად ხედავ შენ ესე ვთქვათ ზრდებს ვარდნებს და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ყველაფერს შემდეგ დავინახავთ სტეიკინგიც აქვს და ამასაც გამოვიყენებთ რა თქმა უნდა. მაგრამ აქ რო გადავედით ანუ აქ ჩავერცხე 2000 და 1000 евро ესენი არ გამოვიდა ბანკთან იყო რაღაც შეცდომები გადაერცხები არ გამოვიდა ხევიზე ნიშნავს უარყოფას და უთხრობ ნიშნავს რომ დადასტურდა. ну მოკლედ ხალ დავიწყოთ ყიდვები. რა თქმა უნდა, როგორც თავიდან თქვი, ყიდულობთ 1000 ევროს ბიტკოინს და 1000 ევროს ეთერიუმს. არც ვიცი, აქ როგორ რა უნდა გავაკეთოთ, ანუ მარკეტ ორდერი, ჩემთვისაც ეს არის სრულიად ახალი. მარკეტ ორდერი, ყიდულობთ ბიტკოინს. ავიხდით 1.50
დოლარს, ანუ 0.1.5%, ანუ 1%-იც არ არის რა, 0.1% იქნებოდა 10 დოლარი, მაგრამ 0.15%. იდეალურია. მეორე 57-ით, всё, ვიყიდე. ამდენი ბიტკოინი მაქვს 0.013 და ფასი იყო 76,000 евро, როცა ვიყიდე. ოკეი. ახლა ვალეტი ვნახოთ. 998 евро მაქვს იმ ნაყიდიდან რაც ვიყიდე. ოკეი, ახლა გადავიდეთ ეთერიუმზე და ეთერიუმზეც ვიყიდოთ 1000 დოლარის. 1000 ევროს უკაცრავ. ოკეი. და ჩვენ გვაქვს ახლა ის 1000 დოლარი, 1000 евро დარჩენილი. ანუ ვალეტში გვაქვს 2996 და დარჩენილი გვაქვს евро 1000 евро, რომელიც თქვი რომ გადავანაწილებ დავდებ ორდერებს მეთქი ბიტკოინს და ეთერიუმს. ბიტკოინს და ეთერიუმზე ახლა მარტო buy ორდერებს კი არ დავდებთ, sell ორდერებსაც დავდებთ თუ სად დავაფიქსიროთ მოგებები. მაგრამ ანუ 500 евро არის ბიტკოინისთვის, 500 евро არის ეთერიუმისთვის, მაგრამ ეთერიუმზე ისე დაბლა ვართ, განვიხილოთ ეთერიუმი. ეთერიუმზე ისე დაბლა ვართ, რომ მე მინდა, ასე ვთქვათ, უფრო მეტი დამატებით ეთერიუმი ვიყიდო. ეხლავე თუ ამ ლეველს წავშლი და ეხლავე დავამატებ, ესე ვთქვათ, 250 ევროს ეთერიუმს. იმიტომ რომ ძალიან ქვემოთ ავართ ეთერიუმზე, ანუ ქვემოთ ორდერებს კიდევ დავდებთ, 500 евро რო გვაქვს, ასე ვთქვათ, ეთერიუმისთვის, იმ 500 ევროს გამოვიყენებთ, მაგრამ 300 ევროს, 300 евро თუ 250 евро თუ ვიყიდით ახლა, გადავიდეთ ეთერიუმზე, ვიყიდოთ 250 евро. ეთერიუმს ვყიდულობთ. ოკეი. 250 ევროს ეთერიუმი ვიყიდეთ და დაგვჭირდა კიდე ეთერიუმზე 250 евро და სად ვიყიდით ამ 250 ევროთი ბიტკოინს. 150-ით ვიყიდით აქ და 100-ით ვიყიდით აქ. ნახოთ ახლა ორდერები სად არის? 1.325 და დავუმგლოთ 336-ს. გადავიდეთ ეთერიუმზე, აქ გვაქვს ლიმიტი და რა ფასად გვინდა ვიყიდოთ 1336 евро. 1336 евро. უნდა უყუროთ სწორედ თუ რა ჩარტზე ხართ. მე აქ ვარ Coinbase-ის ჩარტზე და მე მგონი იგივეს იყენებენ, იმიტომ რომ ევროზე ისეც და ისეც. ასე რომ ყოველთვის უნდა უყუროთ რომელ ჩარტზე აკეთებთ ანალიზს. დოლარებში არ არის, არის ევროებში. 1336 გადავამოწმოთ 1336 და აქ ვყიდულობთ 150 ევროსი. 150 ევროს და მოგდის ამდენი ეთერიუმი. აი. და ვიყიდეთ. ანუ ორდერი გვაქვს დადებული. ოკეი. აქ არის open stand order, ანუ ის ორდერი გახსნილი ორდერიო. ანუ ორდერები აქაც შეგვიძლია ვნახოთ. იდეალურია in upward, ანუ ველოდებით. და შემდეგ კიდე გვინდა ერთი ორდერი ეთერიუმზე. Ethereum limit და რამდენზე არის 1045. შეიძლება ეს გაიტესტოს და ფრონტრონი გვიქნას. ცოტა მაღლა ავწევ. 1101 ვთქვათ. 1101 სწორად დავწერეთ. 1101. 1101-ზე გავაკეთოთ 100 დაგვრჩა, ხო? 99 евро. 99 евро. ეთერიუმზე უკვე ყველაფერი გავაკეთეთ, ორდერები რო ვნახოთ. ანუ ეს არის ნაყიდი ორდერები ეთერიუმზე და ეს არის ის ორდერები, რომლებიც უნდა განვითარდეს. ან თუ დავარ და ავტომატურად ვიყიდე. ეს არის ლიმიტ ორდერები. გადავიდეთ ახლა ბიტკოინზე. market ბიტკოინი გაყიდის ორდერებსაც დავდეთ მეგობრებო, თუ სად გავყიდე. ბიტკოინზე 1000 ევროს უკვე ნაყიდი გვაქვს და ახლა გვინდა მხოლოდ ლიმიტ ორდერები. ოკეი. ლიმიტ ორდერი გვინდა. თანხა რამდენი გვაქვს? კეთების მაგალითად 500 евро გვაქვს. ფული. ანუ სწორედ გავყავ. გადავიდეთ ახლა ბიტკოინზე და ვნახოთ რამდენი ყიდვის ადგილი მაქვს.
მაგ 1 2 3 4 ყიდვის ადგილი. 4 ყიდვის ადგილი გვაქვს ესე. შეიძლება თუ არა აქამდე ჩამოვიდეს, აქამდე შეიძლება რა თქმა უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ ჯერ ვიცით რომ აქ გვაქვს სუპორტები, ამიტომ ამ ლეველებით შემოვიფარგლები და იმ შემთხვევაში თუ დავარდა ფასი აქამდე, აქამდე ქეში გვექნება ექსტრაც წესით, იმიტომ რომ აქ და აქ ნაყიდებს მაღლაც გავყიდი, იმიტომ რომ ერთჯერადად არ ჩამოვა ფასი ესე, ფასი გააკეთებს ესე ვთქვათ, კიბეს, ესე ავა, ჩამოვა, ავა და თუ აქ და აქ მოახერხეთ ყიდვა დავიდა მაღლა, რა თქმა უნდა გავყიდით და ისევ ახალ ვარდნაზე ვიყიდით და თუ აქ ჩამოვიდა ფასი, მაგ ფულით ვიყიდით და ესე ვთქვათ, ყოველთვიურად 100 ევროიანი ინვესტიციას რო ვაკეთებთ, ეგეც დაგვეხმარება, რომ ქვემოთ ვიყიდოთ ხოლმე. ასე რომ is very cool. ეს არის ჩემთვის ცარიელი ჰაერი, რომელიც შეიძლება იყოს ჩვეულებრივ ლიკვიდით და ფასით ჩამოვიდეს და ასე ვთქვათ, გააგრძელოს ქვემოთ ვარდნა. ამიტომ ვიდეოებში წავხსენი წინაზე, როცა განვიხილებ ბიტკოინი და ეთერეუმი და ამიტომ დავდებ ორდერებს ძალიან ქვემოთ. აქ იყოს 64370 ვქნათ აქედან, დავამგვალოთ 70. ეს ლეველი მომწონს, რატომ? იმიტომ რომ იყო რეინჯის მაღალი თანხარი, ანუ ეს არის რეინჯის მაღალი თანხარი, ეს არის რეინჯის მიდელი, ახლა განახოთ. ანუ ეს არის რეინჯი, სადაც ვიყავით. ერთ წვიდულობ რეინჯის მაღალი თანხარის მაღალთა ლეველზე, შემდეგ ამ რეინჯის შუა მხარე და ჩვენ ხედავთ აქ ლეველიც რო არ გავავლო. ხედავთ რომ არის ჩვეულებრივად შუა, ანუ ამ რეინჯის შუა მხარე. აქ ხედავთ რომ შემდეგ რეინჯი გქონდა, ჩამოვარღვით, აქ გავაკეთეთ რეინჯი და ასე შემდეგ. ანუ შეხებებიც ბევრი არის და ჩვეულებრივად ხედავ რომ ეს არის რეინჯის შუა მხარეა ეს ლეველი, არის რეინჯის შუა მხარე. ასე რომ ყიდულობ რეინჯის მაღლა, რეინჯის შუა მხარეს, რეინჯის ქვემოთ და მე არის ეს უკვე ლიკვიდიტი, სადაც შეიძლება გქონდეს ვიკი. მე როგორი ვიკიც აქ გქონდა, რომ ეგეთი ვიკი იყოს და ამისთვისაც ვარ რა თქმა უნდა მომზადებული. როგორ გავანაწილებ აქ ინვესტიციებს, აქ იქნება 150, 150, 100 და 100. დავიწყოთ ახლა ეს ლეველიც 35-ზე გავაკეთოთ 40 იყოს. Yes, okay. ეს 120-ზე დავამკვალ, 125-ზე დავამკვალოთ. 125 და 850. 850. Okay, გადავიდეთ ახლა და შევიყვანოთ ორდერები 64 370. 370 ყიდულობთ 150 ევროს ბიტკოინს, გამოდის 0.00 რაღაცები, 0.00233 წერტილი. ახლა ახალი ორდერი, ორდერი შევიყვანოთ 58.440. 440, აქ გინდა 150 ევრო. Let's go. ახლა კიდევ ახალი, შემდეგ არის 58.125. 125. აქ გვექნება 100 ევრო. 100. Let's go. და შემდეგ გვექნება 48.850. 48.850. ეს სულ. უps. კაი, სულ შეიძლება ფიები რო დავიჭიროთ. ვთქვი, კი ბატონო. ანუ ფიებისთვისაც დაჭირდება. და სულ არ მაგეთებს. დავარეფრეშოთ ჩვენი საიტი და ხედავთ რომ 750 ევრო ისევ გვიდევს, იმიტომ რომ ორდერები არის შესავსები. მთლიანი თანხა რაც აკონტზე გვაქვს არის 2993 ევრო ამ ორდერებითაც, რა ორდერებიც უნდა შევისოს და კრიპტო გვაქვს 2253-ის ნაყიდი. ბიტკოინი და ეთერეუმი. შევიდეთ საფულეზე, ხედავთ რომ 1245 ევროს ეთერეუმი გვაქვს და 998 ევროს ბიტკოინი. ეს არის დღიური ვარდნები. პოზიცია. ეს არის შუაში არის. ოკეი, ახლა
ანუ ეს ჩვენი ორდერები სულ. ეხლა გავაკეთოთ sell ორდერები, ანუ გაყიდვის ორდერები. აქაც, ეს არის ყიდვა, ეს არის გაყიდვა. აქ დავაყენოთ ლიმიტები და დავიწყოთ ბიტკოინის გაყიდვა. ანუ ჩვენ გვაქვს ახლა $1000 ბიტკოინი, როცა ეს ორდერები შეივსება, ამ ორდერებზეც რა თქმა უნდა დავაყენებთ გაყიდვის ორდერებს. ეხლა ვთქვათ, რომ 97500-ზე გავყიდეთ რაღაცა ნაწილს. 500 და აქ 70 მაგივრად 70. წარმოვიდგინეთ, ახლა ჩვენ აქ ვიყიდეთ, ხო? აქედან აქ უკვე იქნება თითქმის 15% და თუ ქვემოთ ჩამოვედით და ქვემოთ შეგვივსო, შემდეგ კიდე დავაყენებთ რა თქმა უნდა გაყიდვის ორდერებს, მაგრამ აქ თუ აქ რო ვიყიდით, იმ თანხით, რასაც აქ ვიყიდით, რა თქმა უნდა არ დავულოდებით ფასი სანამ აქ ამოვა და აქაც რაღაცას გავყიდით და აქაც რაღაცა ნაწილს გავყიდით. მაგრამ ჯერ უნდა ვნახოთ თუ ფასი რას გააკეთებს, იმიტომ რომ ფასი სანამ არ ჩამოვა აქ და არ გვანახებს აქ რა პრაის აქშენი იყო, მანამდე აქ ვერსად ვერ დავაყენებთ ორდერებს, იმიტომ რომ არ ვიცით სად შეიძლება ფასი შეჩერდეს. რატო ვაყენებ აქ sell orders, იმიტომ რომ ეს არის ის range, სადაც დიდი ხანი ვიყავით, ერთხელ უკვე გაიტესტა და თუ მაღლა წავედით, რას გავტესტავთ, ისევ რა თქმა უნდა, აი ამ range-ს და ამ range-ს თუ შევარღვიეთ, აქ შუაში არაფერს ვიღებ, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვამბობ, range-ს როცა არ ღვევ შიგნით, გინდ გარეთ და შედიხარ შემდეგ range-ში, ყოველთვის შანსი არის, რომ range-ის მეორე მხარე გატესტო. ანუ აქ თუ შემოვედით, აუცილებლად გავტესტავთ, ანუ დიდი შანსი არის, რომ მეორე მხარე გავტესტოთ. ამიტომ 1000 ევროს, ესე ვთქვათ, ნახე. ეხლა 1000 ევროს შევედით, პლუს-მინუს 15% იქნება 150 евро მოგება. ხო, ამიტომ ჩვენ დავაფიქსიროთ 15% მოგება. 10% დავაფიქსიროთ. იმიტომ მაინც long term-ზე გვინდა შენახვა და ფულის გაკეთება 10 აქ დავაფიქსიროთ, 15 აქ დავაფიქსიროთ და 25% გვექნება გაყიდული. თუ ვთქვათ და ფასი ჩამოვიდა აქ და აქ, მე როგორ ჩვენ პროცენტულობებს რა თქმა უნდა შევცვლით. 10 აქ და 15 აქ 87,500 პროცენტულობით გვაქვს 10%. $47 $47 ევროს გავყიდეთ. Very good. გადავამოწმოთ 87,500. Let's go. ხალი 99,870. აქ გავყიდით 15%. ნება 186 евро. უკვე ძალიან ლამაზი ციფრები მოდის. უკვე სამნიშნები, რაც ძალიან კარგი არის. მაგრამ თუ ქვემოთ ჩამოვიდა და ქვემოთ შეივსო ლეველები და მერე წავედით მაღლა, თლად უკეთესი იქნება. ესეც გავაკეთოთ. დავადასტუროთ და ბიტკოინზე მოვარჩით. ბიტკოინზე ახლა ლოდინის გარდა არაფერი შეგვიძლია, იმიტომ რომ რა ფულიც გქონდა, ყველაფერი გავაკეთეთ ორდერები და ქვემოთ შეგვივსოს. და მაღლა კიდე მარტო ორი take profit-ის დაფიქსირების შეძლება გვაქვს, იმიტომ რომ აქ მაღლა ლეველები და price action-ის ინფორმაცია არ აქვს. თუ მაგალითად დავინახოთ, რომ აქ გაარღვია, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურ ლეველებზე დავაყენებთ კიდე გაყიდვის ორდერებს. რაც შეეხება Ethereum-ს, Ethereum-ზე გვაქვს რამოდენიმე კარგი, ესე ვთქვათ, ლეველები, რომელიც შეიძლება გაიტესტოს. მაღლა და ეხლა ვფიქრობ, რომ ფასი კარგად დავარდება. ეს კიდე 10% აქ და 20%. კიდე დავარდება ჩემი აზრით ფასი. კარგი იქნება, იმიტომ რომ უფრო მეტს შეგვივსებს ორდერებში. მოდი ახლა ვთქვათ, სად იქნება ჩვენ take profit-ები, აქ 20%-იანი ზრდა. წარმოიდგინე ახლა ჩვენ გვაქვს Ethereum-ზე. გადავიდეთ ბაზარზე. Ethereum-ზე გვაქვს რამდენი 1244 евро. მოდი ნახოთ რა ის გავაკეთებ იმ შემთხვევაში, თუ ლიმიტი 2023-ზე სამი 2023-ზე ზემ გავთ 1500 евро, ანუ 250 ევროთი მოგებაში ვიქნებით პლუს 10%-ია 1%. კი ბატონო. Ethereum-ზე უფრო ნაკლებ მოგებებს დავაფიქსირებ, 10%-ს ავიღებ.
იმიტომ რომ upside აქვს ძალიან დიდი. აი ნახეთ რამხელა upside აქვს და რამდენი ლეველების დაფიქსირება შეიძლება 1 2 3 4 და ბიტკოინზე უფრო ნაკლების დაფიქსირება შეგვიძლია. ამიტომ 2023-ზე გავყიდეთ 10%, 10% ავიღოთ. 50 დოლარი ძალიან კარგია. ნუ შემდეგ გვექნება 25 15 და ნუ 51%-ია. ლამაზი ლეველია ეს სხვათა შორის 25 20 10 20% 25 58 Ops, limiti 25, 29, 29. Aga უკვე 10%, დაგვჭირდა, კი. Aga 10% და კიდე გვაქვს 36, 55 ვქნათ. 36, 55. 35, ან ჩვენ გვაქვს 10, 10 და 15, 20, 35%. აქაც გავყიდოთ 15%. ეტყვა 35, სწორი არის. Let's go. ამ შემთხვევაში ამ ფასმა რაც არ უნდა გააკეთოს, ჩვენ ყველანაირად ვართ მომზადებული. თუ ფასი წავიდა მაღლა, ვაფიქსირებთ გზადაგზა მოგებებს და თუ გააკეთა all time high, მთლად უკეთესი, აქედანაც რო გააკეთოს all time high, მთლად უკეთესი, იმიტომ რომ ჩვენი პოზიციის მთლიანი ნაწილი არ გვაქვს გაყიდული. აქ რომ მოვა ფასი, ბოლო take profit-საც რო დავიფიქსირებთ, ჩვენი ესე ვთქვათ, პოზიცია მთლიანად არ გვაქვს გაყიდული და ეთერიუმის შემთხვევაში ნახევარზე მეტი ისო პოზიციაში ვიქნებით. თუ კიდე ქვემოთ ჩამოვიდა, გვაქვს ფული მისთვის რომ ვიყიდოთ, პლუს ყოველთვიურად ემატება ყველაფერს ფული. და ანუ ჩვენი ორდერებით შევსება და ახალი ძალით უფრო მეტი ფულით გავაკეთებთ უფრო მეტ პროცენტებს, ხო? ანუ ქვემოთ ჩამოვიდეს, დამატებული ფულით უფრო დიდი პოზიციები გვექნება და აქედან უკვე 74%-ს გავაკეთებთ. აქედან მაგალითად აქამდე 116-115% კეთდება. ხო და ეს არის ძალიან დიდი განსხვავება. ეს შეიძლება ბევრს ახლა იყოს რომ ამან რა უნდა გააკეთოს ამ 3000 ევრომ და ამ სტრატეგიამ და ამ შემდეგ, მაგრამ როცა უკვე ორდერები შეივსება, 1-2 ორდერი შეივსება, 3 ორდერი შეივსება და ასე შემდეგ, მერე უკვე ამ ყველაფერს აქვს უდიდესი ძალა. იმხელა ძალა აქვს და ასე ვთქვათ, ისე მალე იცვლება შენი საფულე და ისე მალე იზრდება, რომ შენს გაგიკვირდება, რომ ამ პატარა თანხას ამ პატარ თანხით ესე ვთქვათ, ბრუნვა, ამ პატარ თანხით ბრუნვას რამხელა შედეგი შეიძლება მოყვეს პლუს ამ ყველაფერს რომ ამატებთ ეცია სტრატეგიას. ასე რომ თანხებს არ აქვს მეგობრებო მნიშვნელობა, უყუროთ პროცენტებს თუ რამდენ პროცენტს დავაფიქსირებთ ჩვენს ინვესტიციაზე. თან ყველანაირად მომზადებული ვართ და ეს არის გეგმა. ანუ როცა უნდა გქონდეს გეგმა და ამ გეგმას მიყვე, ჩვენ გვაქვს გეგმა, ჩახატული გვაქვს ყველანაირი გეგმა. უნდა დავალოდოთ რომ ორდერები შეგვისვოს და ორდერებს რო შეგვისვებს, მე კიდე დავამატებთ ორდერებს. რას გულისხმობთ? თუ აქ მაგალითად ავიდა ფასი მაღალ და გაიყიდა, ჩვენ გვექნება უფრო მეტი კეში და იმ უფრო მეტი კეშით დავახინებთ აქ ორდერს, რომ უფრო მეტი ვიყიდოთ. თუ ჩამოვიდა ქვემოთ ხო ვიყიდით და იმ ნაყიდით კიდე დავლებთ ორდერს, რომ აქ და აქ გავყიდოთ მაგალითად. ასე რომ ჩვენი გეგმა всё უკვე დაწერილი არის, ყველაფერი გვაქვს ჩანიშნული, ჩახატული, ჩახაზული, ყველაფერი გვაქვს გაკეთებული. ერთადერთი ახლა რაც უნდა გავაკეთოთ არის რომ ანუ ფეხს გადავიდოთ და დაველოდოთ. იმიტომ რომ ვეღარაფერს ვეღარ გააკეთებ და ეს არის ზუსტად პლანინგში, ეს არის ზუსტად
რას ნიშნავს გეგმა, დივერსიფიკაცია, ინვესტიცია და ასე შემდეგ, რომ ყველაფრისთვის ვართ მომზადებული. აი, ეს ეს დავარდება. ვართ მომზადებულები. ეხლა რაც აინტერესებს არის სტეიკინგი, შემიძლია თუ არა, რომ ანუ ეხლა რაც მაქვს სტეიკინგი ვარ და გავაქტიუროთ სტეიკინგი. სტეიკინგი გააქტიურებულია. ეთერიუმის სტეიკინგი შეიძლება მარტო როგორც ხედავ ბიტკოინის არა, ოკეი. და წლიურად 3422 евро საშუალოდ თუფასი ესე დარჩება. ანუ წლიურად პროცენტებში გამოდის 2.75 евро, რაც იდეალურია. კიდე რა მაინტერესებს არის ის, რომ დამემატება თუ არა ის 20 თუ 30 ევროს ბიტკოინი, რომელიც წესით უნდა მივიღო, იმიტომ რომ სვისი ლინკით დავრეგისტრირდი. და ის იქნება რა თქმა უნდა დამატებით საჩუქარი ბიტკოინს. ეს წესი მეგობრებო, არის თუ არა ბიტკოინზე ეთერიუმის ყიდვის სწორი დრო, ეხლა თუ არა ეს სწორი დრო, მაშინ როდის არის. რა თქმა უნდა, რახან ფასმა გააკეთა ამ ხელა ვარდნა, ანუ ლოკალური ჰაიდან, ანუ წინა ჰაიდან, ყველაზე მაღალ ნიშნოდან თუ გააკეთა ეხლა 50%, ეგ არნიშნავს 60%-მდე ვარდნა, ეგ არნიშნავს იმას, რომ აქედან აღარ შეუძლია კიდე 20-30%-ის ვარდნა გააკეთოს. შეიძლება, მაგრამ უნდა იყოს მომზადებული. ყველა ფიქრობს, რომ აი რახან გააკეთა მან 60%-იანი ვარდნა, ეხლა აუცილებლად უნდა დაიწვოს. არა, მას შეუძლია კიდე დავარდეს. არ მოგისმენს კრიპტო ბაზარი შენ, იმიტომ რომ შენ თუ ფიქრობ, რომ რახან დავარდა, იმან უნდა დაიწვიოს, შენს გარდა ამას ფიქრობს მილიონი ხალხი და მაგას ვამხობ, რომ ზუსტად ის რასაც ყველა ფიქრობს, ზუსტად ეგ არ ხდება ხოლმე. და ამიტომ უნდა იფიქროს ზუსტად სხვანაირად, ზუსტად მასას საპირისპიროდ. როცა ტრამპი მოდიოდა, ყველა ძალიან უხაროდა, ყველაფერს ყიდდა და ბიტკოინში აკეთებდა ინვესტიციას და ალტკოინებში და ზუსტად მაგ დროს მქონდა მე გაკეთებული ვიდეო, რომ არ გააკეთოთ, იმიტომ რომ რასაც მასა აკეთებს, ზუსტად ის არ ხდება. და ყველას ეგონა აბსოლუტურად, რომ კრიპტო გახდებოდა რაღაც სასწაული ინვესტიცია და ყველაფერი წავიდოდა მაღლა და ზოგიერთები ვიცი, რომ 5-10.000 ევროები ქონდათ გაკეთებული ინვესტიცია და ელოდებოდნენ, რომ წლის ბოლოს სახლი იყიდათ. შეიძლება თუ არა მოხდეს, შეიძლება, მაგრამ არა ლოგიკურია, ხო? ეგ არის გამბლინგი. ახლა ვინც მაგას აკეთებს, ეს არის ჩვეულებრივი გამბლინგი. რასაც მე განახერხებთ, ეს არის ჩვეულებრივი გეგმა, ეს არის ჩვეულებრივი ინვესტიცია, ეს არის ჩვეულებრივი დივერსიფიკაცია და ასე შემდეგ. ეს არის რაც არის ინვესტიცია. ეს არის იმ ესე ვთქვათ, ჩვენი გეგმის 5-დან 5,000-დან 100,000 დოლარამდე ესე ვთქვათ, ტრაექტის ერთ-ერთი ვიდეო და ანუ ეს არის იმ 5-დან 100,000 დოლარის ესე ვთქვათ, დივერსიფიკაცია, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს ხოლმე 5,000 დოლარი ევრო, არ აქვს მნიშვნელობა და ამით ვაკეთებთ მაქსიმალურ დივერსიფიკაციას, მაგრამ რაც უფრო და უფრო გაიზრდება ჩვენი საფულე, მით უფრო და უფრო სიღრმისეულად შევალ დივერსიფიკაციაში, რაღაც ნაწილი შეგვიძლია გადავიტანოთ მე უძრავ ქონებაში იქნება თუ ოქროში იქნება თუ ეს იქნება აქციებში, ETF-ებში და ასე მაგრამ შეგვიძლია ეს ყველაფერი გავაკეთოთ, იმიტომ რომ უფრო ნაკლები რისკები გქონდეს და ერთი მხარე თუ ძალიან ცუდ პრესტაციას გააკეთებს, მეორე მხარე ეს ყველაფერი თავის თავზე აიღოს და თავისი კარგი პროცენტულობით, ასე ვთქვათ, ჩვენ საფულეში შეიტანოს სტაბილურობა და ეს არის ყველაზე მთავარი, რომ ამაზე იფიქრო, როცა შენ აკეთებ ინვესტიციებს. თუ მოგეწონათ ვიდეო, მეგობრებო, აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ ეს მემართავს ძალიან დიდ мотивაციას, რომ ამ ვიდეოების ჩაწერა გავაგრძელო.